Eurovizia 2026-ის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება. საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი წელს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ტარდება. ქართველმა მონაწილეებმა ბზიკებმა გუშინ გენერალური რეპეტიცია გაიარეს. ისინი სცენაზე მე-6 ნომრად გამოვლენ. ვენადან მარიკა შალიკაშვილი დეტალებით. რამდენიმე თვიანი მზადება Eurovizia 2026-ისთვის დასრულებულია, დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, პირველი ნახევარფინალი, რომელშიც მონაწილეობას იღებს ჯგუფი ბზიკები, სიმღერით On Replay, რომელიც კომპოზიტორ გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის. სწორედ დღეს გაირკვევა ფინალისტების ვინაობა. დღეს არის პირველი ნახევარფინალი, რომელსაც საქართველოს პირველი არხი ტრადიციულად პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებს. თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება და ძალიან მნიშვნელოვანი არის უცხოეთში მცხოვრები ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა, რადგანაც თითოეული SMS-ი არის გადამწყვეტი ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ ქართველი წარმომადგენლები გავიდნენ ფინალში, რაც შეეხება თავად მონაწილეებს, ბზიკებს. 18 წლის შემდეგ ისინი ისევ ევროვიზიაზე არიან, თუმცა მაშინ პირველად 2008 წელს მათ მოიგეს საბავშვო ევროვიზია, ახლა კი ისინი უკვე დიდების ევროვიზიაში იღებენ მონაწილეობას და ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი გამოსვლა იყოს წარმატებული. ძალიან ბედნიერები ვართ და მაქსიმალურად გვინდა ეს მომენტი გამოვიყენოთ და ხარი დაგვიჭირეთ ჩვენს გულშემატკივრებს, მოგმართავთ საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს, რომ გვერდში დაგვიდაგით და ერთად მივახციოთ წარმატებას. 18 წლიანი პაუზის შემდეგ ბზიკები კვლავ უბრუნდებიან ევროვიზიის სცენას და კვლავ უბრუნდებიან გამარჯვებისთვის, სიყვარულის გასაცემად, იმისთვის, რომ ისევ კიდევ ერთხელ მოხიბლონ ევროპელი მაყურებელი და დარწმუნებული ვართ, ასეც იქნება, იმიტომ რომ თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ბზიკების დასახელება, რომ ისინი წარსგებოდნენ ევროვიზიის სცენაზე, მოყვა მხოლოდ დადებითი და პოზიტიური დამოკიდებულება და არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ადამიანებისგან, არამედ ემიგრანტებისაგან. ბუნებრივია ნერვიულობაც პიკს აღწევს, იმიტომ რომ ძალიან მრავალთვიანი და ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ ჩვენ ყველამ ერთად და იმედია შედეგს მოგვიტანს ეს რთული შრომა. წარმატება უნდა ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას და კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენს მაყურებელს, რომელიც საქართველოში არ არის და მას შეუძლია თუნდაც ერთი სატელეფონო ზარი თავის ქვეყანას. აი ამ არაჩვეულებრივ ბავშვებს, რომლებმაც ჯერ კიდევ 18 წლის წინ შეგვაყვარეს თავი, კიდევ ერთხელ დავუდგეთ მხარში და თუნდაც ერთი ზარით დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას. ნამდვილად შემეძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი კარგი და დასამახსოვრებელი ევროვიზია იქნება, რადგან ეს არის 70 წლის თავისადმი მიძღვნილი კონცერტი, მათ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს. დღეს არის პირველი ნახევარფინალი, ჩვენი დროით, ქართული დროით 11 საათზე გავა ეთერში და ასევე მინდა ვთქვა, რომ სწორედ აი ესეთი დახვედრა, ესეთი კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა არ არის ადვილი იმ 35 ქვეყნისთვის, რომელიც არის მონაწილე, დანარჩენი უკვე ვნახოთ, ვფიქრობთ, რომ მაყურებელს ეს შოუ ძალიან მოეწონება. Eurovizia 2026 ავსტრიის დედაქალაქი ვენა მასპინძლობს, სწორედ გასულ წელს შვეიცარიაში გამარჯვებული გახდა Eurovizia 2025-ის ავსტრიელი წარმომადგენელი და ტრადიციისამებრ წელს კონკურსი ტარდება ავსტრიაში, კერძოდ ვენაში, შტატჰალეში, რომელიც არის ძალიან პრესტიჟული დარბაზი, სადაც დღეს შეიკრიბება რამდენიმე 1000 მაყურებელი და ტელეტრანსლაცია იქნება ევროპის 35 ქვეყანაში. შესაბამისად, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დაელოდეთ 23 საათზე Eurovizia 2026 და ბზიკებს. მადლობა მარიკა, წარმატება ქართველ კონკურსანტებს.